დღევანდელი ანგარიში როგორ შეაფასებთ იმ პროექტებს, რომელზეც იყო საუბარი რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის ზოგადად ის პერიოდული ანგარიშები, რომელსაც თბილისის მერი აბარებს თბილისის მოსახლეობას და მთლიან საქართველოს და ჩვენ მოვისმენთ დღეს ჯანდაცვის და სოციალურ მიმართულებით თუ რა შედეგებს მიაღწია კახა კალაძე მისი მერობის პერიოდში და მართლაც ეს არის, ასე ჩვენ ხედავთ, როგორ ხდება თბილისი ჭეშმარიტად ევროპული ქალაქი და ევროპული დედაქალაქი. Ყველა ეს თემები, რაზეც დღეს იყო საუბარი, ჯანდაცვის მიმართულებით, სოციალურ მიმართულებით, ყველა ეს საკითხი არის ის, რასაც ქვია ჭეშმარიტი ევროპა ჩვენი გაგებით. ამის საპირისპიროდ ჩვენ ხედავთ, როგორც ცდილობენ თვითმმართველობის არჩევნებს თუ შევხედავთ, თვითმმართველობის არჩევნის საბოტაჟს, მათ შორის ბრიუსელიდან დაფინანსებული ადამიანები და ეს არის სამწუხარო პრობლემა, რასაც ჩვენ ხედავთ. ბრიუსელი გვეუბნება, რომ სააკაშვილია ევროპა, ის ადამიანი, რომლის დროსაც მთელი თაობა ჩაირეცხა. და ჩვენ ვამბობთ, რომ ჭეშმარიტი ევროპა არის მშობლების თაობის პატივისცემა, ღირსეული სიბერის უზრუნველყოფა და იმის უზრუნველყოფა, რომ ადამიანები, რომელსაც თავის შრომა შეალიეს ქალაქს თუ ქვეყანას, სათანადოდ იყვნენ დაფასებული. ბრიუსელი გვეუბნება, რომ სააკაშვილი არის ევროპა, ის სააკაშვილი, რომლის დროსაც ფასიანი იყო ჯანდაცვა, როდესაც ადამიანებს ბანკის სესხების აღება უწევდათ იმისთვის, რომ ელემენტარული სამედიცინო მომსახურება მიიღონ. ჩვენ ბრიუსელს ვეუბნებით, რომ ჭეშმარიტი ევროპა არის უფასო ჯანდაცვა, არის ზუსტად ის პროგრამები, რომელიც თბილისს კიდე დამატებით აქვს თავისი მოქალაქეებისთვის, როდესაც თითქმის 9 მილიონი ადამიანი ყოველწლიურად სარგებლობს და ამითი ჩვენ ჯანდაცვის სერვისის უზრუნველყოფასთან ერთად მოსახლეობის ასე ვთქვათ, ჯანდაცვაზე და გარდა ამისა, მათ შორის ცხოვრების ასაკის დაზეც ახდენს შესაბამის გავლენას. ბრიუსელი გვეუბნება, რომ სააკაშვილი არის ევროპა, ადამიანი, რომლის დროსაც ბაღები გახდა ფასიანი და ადამიანებს შვილები ვერ დაყავდათ ბაღებში. ჩვენ მეუბნებით ბრიუსელს, რომ ჭეშმარიტი ევროპა არის უფასო ბაღები, როდესაც ადამიანებს შეუძლიათ, რომ თავისი მცირეწლოვანი შვილები მიიყვანონ სათანადო სტანდარტის ბაღებში და თავად ჰქონდეთ სამსახური და დაკავდნენ იმითი, რომ საკუთარი პროფესიას მისდიან. აი ეს არის, რასაც ჩვენ ხედავთ, სხვაობა ბრიუსელის მხრიდან დანახულ ევროპასა და ჭეშმარიტ ევროპას შორის. აი აქ არის ზუსტად ის კონფლიქტი, რომელიც სამწუხაროდ წარმოშვა ბრიუსელის მხრიდან იმის წარმოჩენამ, რომ სააკაშვილი, რადიკალიზმი და მისი მიდგომები არის ევროპა და არა ის, როგორც ამას ქართული ხალხი ხედავს. ჩვენ ვართ იქ, სადაც ვიყავით ყოველთვის, სადაც ვიყავით 1000 წლეულები, ჩვენ ვართ თანაშემოქმედი ევროპისა. თუ კი ევროკავშირის ზოგიერთი ბიუროკრატი ცდილობს რომ გადაახტეს საქართველოს და სხვანაირად ხედავს ევროპის გეოგრაფიას, ეს მათი პრობლემა არის საერთო ჯამში, იმიტომ რომ ვერავინ ვერ გაიქცევა იმ ფაქტს, რომ საქართველოს არის არა მხოლოდ ნაწილი ევროპისა, არამედ არის თანაშემოქმედი იმ მათ შორის თანამედროვე გაგებისა, ევროპის თანამედროვე გაგებისა. ამიტომ ჩვენ ვინც ისინი, ის ევროპელი ბიუროკრატები თუ პოლიტიკოსები, რომელიც ცდილობენ თვალი აარიდონ ქართველებს, ეს ის ხალხი არის, რომელიც სინამდვილეში სურთ ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები ჩაანაცვლონ ზოგმა საბჭოთა მენტალიტეტით და ზოგმა რა მენტალიტეტით. აი ეს არის გამოწვევა დღევანდელი ბრიუსელის და მისი ბიუროკრატიის. ჩვენი პასუხისმგებლობა არის აი ეს შედეგები, რაზეც დღეს იყო საუბარი. ჩვენი პასუხისმგებლობა არის 8.8% ეკონომიკური ზრდა, რომელიც დღეს გამოაქვეყნა სახსრატმა, მაშინ როდესაც ევროკავშირში ნულთან ახლოს ყოფი ეკონომიკური ზრდა არის. ასე რომ ყველამ თავის პასუხისმგებლობას შეხედოს. აი როგორც მოქმედებს ზოგიერთი ევროპელი ლიდერი, ამის შედეგი არის, რომ მათი ეკონომიკური ზრდა არის ნულს გარშემო და ჩვენი მოქმედება კი აჩვენებს, რას ნიშნავს ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე მოქმედება. როგორ გეკადრებთ? როგორ გეკადრებთ? ჩვენ ყველა რაც შეეხება საქართველოს კანონმდებლობას და რაც შეეხება დემოკრატიულ
დემოკრატიულ სტანდარტს, რომელიც საქართველოში არის, შეხედეთ ნებისმიერ შედარებას, შეადარეთ ნებისმიერ ქვეყანას შეადარეთ და მათ შორის საკანონმდებლო სტანდარტებით და ნახავთ, რომ საქართველო ამ მხრივ გამორჩეული არის სხვებისგან საუკეთესო კანონებით მათ შორის. ხედავთ ჩვენ მაგალითად გერმანიაში როგორ უვარდებიან სახლში პოსტების გამო 170 ადამიანთან ჩხრეკა ჩაატარეს 170 ადამიანთან ჩხრეკა ჩაატარეს იმის გამო რომ კრიტიკული პოსტები ქონდა და მე დგანან და საქართველოს მიმართ აქვს შეშ როცა მათივე დაფინანსებული ადამიანები სიძულვის თესენ და ძალადობის არიან დამოკიდებული. ევროკომისარი საქართველოში არ ჩამოვიდა, სომხეთში ჩავიდა ბატონო. აუყოთ კი ბატონო. არ არის პრობლემა ქვეყნისთვის ეს. მისთვის პრობლემაა ჩვენც. საქართველოს რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას ისწრაფვის, ეს პრობლემა არ არის? ხო, გუშინ აქციას რაც შეეხება, ჩვენ ნახეთ გუშინ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აქცია, რომელზეც საჯაროდ პირდაპირ გაისმა მოწოდება ხელისუფლების დამხობის. ეს არის კატასტროფა, როდესაც ევროკავშირის საელჩო აფინანსებს აქციებს, სადაც მოწოდება გაისმის დამხობის, დასჯის, მებრძოლების გამოყვანას. აი ეს არის ის ჩიხი, სადაც მიიყვანეს საკუთარი თავი, მათ შორის ევროკავშირის საელჩომ საკუთარი ფარული დაფინანსებებით, რომელსაც ვერაფრით ვერ მიმაღწიეთ, რომ ერთხელ მაინც თქვან ვის და რისთვის აფინანსებენ. ამიტომ ეხა პასუხისგებლობა არის სრულად ბრიუსელზე და მის საელჩოზე საქართველოში. ფაქტია და ეს პირდაპირ ხელის გულზე დევს, რომ ევროკავშირის დაფინანსებით ჩატარდა აქცია, სადაც ხელისუფლების დამხობაზე არის საუბარი. ხა როგორ გადახარშავენ აი ამ მოცემულობას, რომ მათი ფულით, ევროკავშირის მოქალაქეების ფულით სხვა ქვეყანაში ხელისუფლების დამხობას გეგმავს ვიღაცეები, ეს უკვე მათი პრობლემა არის. ფაქტია, რომ აბსოლუტურად აცდენილი არის ბრიუსელი დღეს ყველანაირ გაგებას ევროპული ღირებულებისა და ჩვენც უყურებთ ამ ყველაფერს, რომ სამწუხაროდ ექსტრემიზმი ფინანსდება ევროკავშირის ბიუჯეტიდან, ევროკავშირის მოქალაქეების ინტერესების საწინააღმდეგო და მართლაც გასაკვირი არის და გასაოცარი არის, რა შეუკვეთეთ და რა ჩამოგვივიდა. ჩვენ შეუკვეთეთ ევროპული ღირებულებები და ჩამოგვივიდა ევროპული ექსტრემიზმი. მე მგონი ბატონმა ფიშერმა საბოლოოდ უარი თქვა ელჩობაზე და იქცა ჩვეულებრივად რადიკალური ოპოზიციის ყველაზე რადიკალური ფრთის მხარდამჭერად. ელენი ხოშტარია არა მხოლოდ რადიკალი ოპოზიციონერი, არის ამავე დროს ექსტრემისტი ოპოზიციონერი, რომელიც გამოირჩევა იმით, რომ პატივს არცემს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, პატივს არცემს ადამიანის უფლებებს, პატივს არცემს ადამიანის ღირსებას, არაფერს რაც კი შეიძლება პოლიტიკოსის რაღაც დადებით თვისებაში შედიოდეს, არაფერს ამას პატივს არცემს. და როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ ელჩი მივიდა, თან შემდეგ სცადა გაემართლებინა თავისი სოლიდარობა, იმით რომ თითქოს ეს იყო მხოლოდ თანაგრძნობა და ემპათია, რის მიმართ იყო ეს თანაგრძნობა? იმის მიმართ, თუ ადამიანი ამასო თავს მოიკლავს, თუ კი რაღაცა არ მოხდება? ეს არის ევროპული გაგება დემოკრატიის. რის მიმართ აქვს მაგას ემპათია, რომ ადამიანი ამბობს, რომ ადამიანი მოუწოდებს ოპოზიციას საბოტაჟი გამოუცხადოს არჩევნებს. ეს არის მისი გაგება დემოკრატიის. ნუ ფაქტია, რომ ბატონი ფიშერი გერმანელ ხალხს არ წარმოადგენს. გერმანელი ხალხი ნამდვილად არ არის ამ ღირებულებების მატარებელი, რასაც ბატონი ფიშერი ქართველ ხალხს აჩვენებს და სამწუხაროა, რომ ის განსაკუთრებული დამოკიდებულება, რომელიც ქართველ ხალხს ჰქონდა გერმანიის მიმართ ჩვენი დამოუკიდებლობის ბოლო 34 წლის განმავლობაში, ამ ერთმა ადამიანმა ამ განსაკუთრებულ დამოუკიდებლობას ეს ერთი ადამიანი ძალიან რუდუნებით უთხრის ძირს და აზიანებს ისე, რომ არ ვიცი მე ამის გამოსწორებას კიდევ რა დრო დაჭერდა. ამოგმედებულია ევროკავშირის შეზღუდვები უვიზო მიმოსვლაზე დიპლომატიურ პასპორტებს. რომ თუ იქნება ერთიანობა ამ შემთხვევაში ოპოზიციაში შევწყვეტ მეშიშილობას, როგორც ესეთთან მოიღოს არჩევნებში არ მონაწილეობის საკითხზე. ოპოზიცია სამ შემთხვევაში განსხვავებული მოსაზრებები აქვს ამბობილი. ზოგადად მსგავს საკითხს, მსგავს მოწოდებას როგორც შეაფასებს და ოპოზიციის დამოკიდებულებას, იმიტომ რომ სხვადასხვა არის პოზიციები. ჩვენ ქუჩაში ყავს ოპოზიციის შარჟი. ეს არის სინამდვილეში რაც არის გაშარჟებულია საერთოდ ოპოზიციის არსი იმ ოპოზიციის, რომელიც ქუჩაში არის პირველად მსოფლიო პროტესტის ისტორიაში ოპოზიციონერმა შიმშილი გამოუცხადა ოპოზიციას. აი ამ დონეზე დაიყვანა უცხოების მორჩილებამ ეს ხალხი, რომელიც
ვერც კი აცნობიერებს რა საზოგადოებაში ცხოვრობს, რა ისტორია აქვს ამ საზოგადოებას, რა კულტურა და ეთიკა აქვს ამ საზოგადოებას, რა მორალის მატარებელია ეს საზოგადოება, ჩვეულებრივ უცხოეთის დაკვეთით ბრმას მიმდევარი ხალხის ჯგუფი არის, რომელსაც ნახეთ, ამ დონეზე მიიყვანეს საბოლოო ჯამში ისინი, რომ ასე ვთქვათ, ოპოზიციას უცხადებს შიმშილობას, სასაცილოა უკრავდ მათი ქცევა. დიპლომატიური პასპორტები და სამსახურეობრივი პასპორტები შეჩერებულია უკვე ძალიან ბევრ ქვეყანაში, ბულგარეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, 11 ქვეყანაა ჯამში, ბელგია, იტალია. რას აპირებთ? ივლით ასეთ თუ უნგრეთის გავლით თუ რა? მე მინდა ყველამ კარგად იცოდე, ეს არის 11 ქვეყანა, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართალს. ესეც არის სირცხვილი ევროკავშირის. სანქციებია ბატონო. არა, ეს არის საერთაშორისო. არა, თქვენს წინააღმდეგ. ისმინეთ და გეტყვით. 2010 წელს დადებული ხელშეკრულება არის საქართველოს და ევროკავშირის შორის დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებისა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 2010 წელს ეს მისცეს სააკაშვილის რეჟიმის პოლიტიკურ ელიტას, ჩვენ ქართველი ხალხი კიდევ 7 წელი ველოდით 2017 წლამდე, სადამ ჩვეულებრივი პასპორტზეც იქნებოდა უვიზო რეჟიმი. ეს ერთი კი ბატონო, 2010 წელს დადებული ხელშეკრულებაა. ეს არის საერთაშორისო ხელშეკრულება, რომ ევროკავშირის დიპლომატიური პასპორტი ჩვენთან შემოდიან უვიზოდ, რომ ჩვენი დიპლომატიური პასპორტით ევროკავშირის ტერიტორიაზე შედიან უვიზოდ. საერთაშორისო ხელშეკრულებაში გაწერილია ყველაფერი, მათ შორის გაწერილი არის გარემოებები, რა შემთხვევაში შეიძლება შეჩერდეს ამ ხელშეკრულების მოქმედება. არც ერთი ეს პუნქტი სახეზე არ არის დღეს. არ არსებობს არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, რომ ამ ხელშეკრულების მოქმედება რომელიმე ქვეყანა შეჩერდეს. აქედან არა, მისმის ჯერ აქედან დასკვნა. ევროკომისიის რეკომენდაცია თუ გადაწყვეტილება დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების უვიზო მიმოსვლის შეჩერებისა იყო საერთაშორისო სამართლის დარღვევა და ყველა ეს ქვეყანა, რომელიც აყვა ამ გადაწყვეტილებას, არღვევს საერთაშორისო სამართალს. ეს არის უყურეთ, პრობლემა რა შეიძლება, ანუ ევროკავშირი არღვევს საერთაშორისო სამართალს. არღვევს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. ეს არის სირცხვილი, დიდი სირცხვილი ევროკავშირის, რომელიც თავი მოაქვს თითქოს საერთაშორისო სამართლის დამცველად და წინწამწევად და თავად არღვევს საერთაშორისო სამართალს უხეშად. ვიზები შედიხართ ბატონო. კომიტეტი განიხილავს სადეპუტატო უფლებამოსილების ბოლო კითხვა და შეწყვეტის საკითხს. გახარია საკითხზე გაკითხებით, კანჭისყრაზე როდის გავა უკვე ეს საკითხი მანდატების მოხსნაზე და მის გასაშვებად ამზადებით თუ რატომ იცის? ანუ თავის მანდატებს თვითონვე აუქმებენ. როგორც ხაზდარაძეამ სწორედ თავის თავი თვითონ დაიჭირეს, იმით რომ არ გამოცხადდნენ საგამოძიებო კომისიაზე და ძალიან კარგად იცოდნენ რა შედგენ მოყვება, ასევე გახარია თავისი და მისმა 11-მა მიმდევარმა პარლამენტის შატალოთი თავის თავს გამოუტანეს ეს გადაწყვეტილება და დანარჩენი უკვე ავტომატიზმის საკითხია რომ შეწყვეტება და რა თქმა უნდა რიგარეშე სესიის ფარგლებში ამას განვიხილავთ. მადლობა.